მამაო დაგლოცეთ. უფალმა დაგლოცოთ. მამაო მრისხანების შესახებ, აი მრისხანების გამოხატვა და საიდან მოდის ერთ ადამიანში მრისხანება? ეს არის ერთ-ერთი დიდი ცოდვა, რომელსაც ბოროტის სული იყენებს ადამიანს, რომ გონება წაართვას. რადგანაც მრისხანებაში მყოფი ადამიანი საღად ვეღარ მოქმედებს. აი ჩვენ ისტორიიდან ვიცით, რომ ძალიან ბევრი ყოფილა ისეთი ადამიანები მრისხანების დროს ისეთი რაღაც გამოუსწორებელი ცოდვა ჩაუდენია, რომ გამოფხიზლებულა მერე უკვე მკვდარი ვეღარ გაუცოცხლებია, თუნდაც აი ივანე მრისხანე მეფე იყო, თავის შვილი მოკლა. ხა ბუნებრივია, რომ გამოვიდოდა ამ მდგომარეობიდან რა საშინელი ტკივილი დაეუფლებოდა და რა საშინლად იქ, მაგრამ ეს მრისხანება არის ის იარაღი ბოროტის სულის ხელში, რომ აი მარიონეტივით აბურთავებს ადამიანს. არიან ადამიანები, რომლებიც ვერ ებრძვიან აი ამ ცოდვას. არადა ეს ცოდვა შეიძლება რომ ადამიანმა დაამარცხოს. როგორ? აი როგორც იობის წიგნში რო წერია, რომ ცოდვა უგავსო ჭიანჭველას და ლომსაო. გასრისე სანამ ჭიანჭველა, თორემ როცა ლომი გახდებაო, შენ მას ვეღარ დაამარცხებო. და როდესაც ასეთი ადამიანი, რომელმაც იცის თავის ნაკლი, რომ მრისხანების დროს მას გონება ებინდება, დასაწყისში როდესაც ბრაზდება, მან უნდა დატოვოს ის ადგილი, სადაც ბრაზდება. ანუ სანამ ჯერ ჭიანჭველაა ეს ცოდვა, უნდა განერიდოს იმ ადგილს და უნდა ითხოვოს უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მეცოდვილი და მერე ჩვენი უწმინდესისაგან ვიცი ასეთი ლოცვა, უფალო მოიხსენე დავით და ყოველი სიმშვიდე მისი. ანუ ეს არის ჩვენი პატრიარქის, ასე ვთქვათ, ლოცვა კურთხევით. მე მახსოვს ერთხელ ქადაგება ქონდა მრისხანებაზე და ეს გვაკურთხა, რომ აი ეს ლოცვა უფალო მოიხსენე დავით და ყოველი სიმშვიდე მისი და ამ დროს ადამიანი მეტნაკლებად უფრო მშვიდდება. როცა განერიდება იმ სიტუაცია, სადაც ის ფეთქებადი სიტუაცია და სთხოვოს უფალს, რომ უფალო შემეწიე, მერწმუნეთ, რომ ნელ-ნელა ეს ცოდვა თავის კალაპოტში ჩადგება და როცა ამას ხშირად გააკეთებს მერე უკვე ბუნებრივია, რომ ბოროტის სული, რომელიც მრისხანების ბოროტის სულია, მერე ნახავს, რომ ამ ადამიანთან არაფერი გამოდის და ტოვებს. მერთმა მოგვცეს იმის ძალა, რომ მუდამ გვახსოვდეს ქრისტეს ეს სიტყვები სახარებაში, რომ ბრძანებს, რომ ისწავეთ ჩემგან, რამე თუ მშვიდ ვარ და დაბალგული და სიმშვიდე არის მრისხანების საპირისპირო, ხო? ხლა მრისხანება სიმშვიდით უნდა დაუპირისპირდა, კიდე თავდაბლობით. ისწავით ჩემგან, რამე თუ მშვიდ ვარ და დაბალგულითა და ჰპოვოთ განსვენება სულთა თქვენთან, რამე თუ უღელი ჩემი ტკბილარს და ტვირთი ჩემი მსუბუქარს. უფალი არავის არ ტოვებს ტვირთისა და უღელის გარეშე და ეს ყველაფერი არის ზომიერი და ჩვენ თუ კი თავდაბლობით და სიმშვიდით მიუდგებით ყველაფერს, ეს ყველაფერი ჩვენთვის ძალიან ადვილი სატარებელი გახდება. ღმერთმა მოგვცეს ამის გააზრების და შესრულების უნარი. ამინ.